სტიქის შერეგა დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება გრძელდება დღეს. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელობა საქართველოში საოჯახო და პირველადი მოხმარების ნივთები ხაშურში ჩაიტანა. როლანდ მონეში ადგილობრივებს შეხვდა და მათ გაესაუბრა. 12,000 დოლარის ღირებულების დახმარება ხაშურის, სურამისა და ჩუმად-ელეთის 1000-მა ოჯახმა მიიღო. სტიქით დაზარალებულებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც გაეხმარებიან. Suram saçmalı kadar kili onlara gelecek sonra kolaplar Arapları yarda Arapları kadar ay gözünü kolaplar İmer rozas or ezos şekara kolaplar kadar yaşamaya ikiden çıkar. Am ადამიანების რომლებიც სტიქით დაზარალდნენ, მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ დახმარებას, თითოეულ ნივთს, რომელსაც ჩვენი უცხოელი ორგანიზაციები თან ერთად ჩვენ ამ ოჯახებში მოგვაქვს და ამ ოჯახებში ყოველდღურად ვეხმარებთ. დღესდღეობითაც მიმდინარეობს თითქმის 20 საათის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკით და ადამიანური რესურსის გამოყენებით ოჯახების დახმარება. გაწმენდის სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაში გადავიდა, ძირითადად დარჩა ისეთი ოჯახები, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო გამოგვჭან, თვითონ მეპატრონი არ იყო სახლში და ვერ გავაღებთ, ვერ შევედით და უკვე მიმდინარეობს შიდა ქალაქის და სურამის ქუჩების დაწმენდა და დასუფთავებით სამუშაოები.